უფალი კრიშნას შეხვედრა ბრაჰმან სუდამასთან. Sudama! ეს არის ამბავი ნამდვილ მეგობრობაზე, რომელიც არ იყო დამყარებული არც სიმდიდრეზე, არც მაღალ მდგომარეობაზე და არც რაიმე ეგოისტურ ინტერესზე. ეს მეგობრობა ქუჩებში ჩამოყალიბდა ბავშვობისას, როცა არც გაჭირვებულები იყვნენ და არც მეფეები. უბრალოდ ორი ბავშვი. წლების წინ უჯაინში, ბრძენი სანდიპანის აშრამში ორი მოსწავლე. ერთი იყო კრიშნა და მეორე სუდამა. ისინი ერთსა და იმავე სკამზე ისხდნენ, ჭამდნენ ერთსა და იმავე თევზიდან და ერთჯერ ქვეშ ეძინათ. კრიშნა ცელქი იყო, ის მახლობელი სახლებიდან კარაქს იპარავდა. მანგოს ხეებზე ადიოდა და წყლის ჭურჭელს უტეხავდა გოგონებს. სუდამაც მონაწილეობდა კრიშნას ამგვარ ხუმრობებში და ჩუმად იღიმებოდა. მათი მეგობრობა მყარი იყო არა მხოლოდ აშრამში, არამედ მთელ ავანიტკაში. როცა სწავლა დაასრულეს, აშრამის ჭიშკარი, სადაც მათი ბავშვობა ცხოვრობდა, დაიხურა. კრიშნამ მათურა დატოვა და დვარაკაში გადავიდა. ახლა ის ჩვეულებრივი მოსწავლე არ იყო, ის დვარაკელი იყო. 16,000 დედოფლის მეუღლე. სუდამა სოფელში დაბრუნდა. ჰქონდა პატარა ქოხი, ყავდა ერთგული მეუღლე სახელად სუშილა და შვილები, რომლებიც თვალებით საჭმელს თხოვდნენ ყოველდღე დედას. სუდამას ყოველდღე სხვებისგან რაიმეს თხოვნა უწევდა. მაგრამ კმაყოფილი იყო იმით, რაც ჰქონდა და არ იღვწოდა იმისთვის, რაც არ გააჩნდა. ის სწავლული ბრაჰმანი გახლდათ. სუდამა ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ იყო ერთი ვიღაც, ვინც სუდამას იმილი მოჰგვარა სახეზე. კამსა მოკლული იქნა. კრიშნა დვარაკას მეფე გახდა. სუდამას გაეღიმა. კრიშნა მაჰაბჰარატაში ბჰაგავად გიტა მოყვა. სუდამას თვალებით ცრემლებით აევსო. მან მეგობრის ბედნიერება გაითავისა, თუმცა შორს იყო. და ყოველ ჯერზე თავის თავს ეუბნებოდა, კრიშნავ, შენ ძალიან შორს წახვედი, მაგრამ ჩემს გულში შენ ისევ ის კრიშნა ხარ. ერთმა ღამემ სუდამას ცხოვრება შეცვალა. არც ხუმელში იყო რამე და ვერც მოწყალება მიიღო. ბავშვებმა მშივრებმა დაიძინეს. სუშილა, რომელიც არასდროს არაფერს ითხოვდა, მწარე დატირდა. სუდამა, შენი მეგობარი მეფეა და შენმა შვილებმა მშივრებმა დაიძინეს. თუ ეს სამართლიანია? სუდამამ არაფერი უპასუხა. ის ღვთაებას შესწქეროდა, რომელიც მის წინ იყო. მის გონებაში მხოლოდ ერთი და იგივე სიტყვები მეორდებოდა. ადამიანი უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რაც ბედის წერამ უსაჩუქრა. მაგრამ იმ ღამეს, როცა მისმა შვილებმა მშივრებმა დაიძინეს, რაღაცა მიწყო განადგურება სუდამაში. ის განადგურებული იყო როგორც მამა, განადგურებული იყო როგორც მეუღლე და დვარაკაში წასვლა და კრიშნასთან შეხვედრა გადაწყვიტა.
მაგრამ რა საჩუქარი უნდა მიეტანა კრიშნასთვის? ვიფიქრე კარაქს წაუღებ მეთქი, კრიშნას კარაქი უყვარს, მაგრამ სიტყვებმა სუდამას შეაჩერა. სუშილას არაფერი უთქვამს, ჯუმად ადგა და მეზობლის სახლში წავიდა. ერთი მუჭა ბრინჯი ითხოვა. ნახევარი შვილებს დაუტოვა. ნახევარი წითელ ნაჭერში გაახვია. სუდამას გაუწოდა და უთხრა, აი ეს არის საჩუქარი. გთხოვ, ეს მიუტანე შენს მეგობარს. სუდამამ შეფუთული ბრინჯი გამოართვა და გულში ფიქრობდა. სად დვარაკას დიდებულება და სად ეს დაცეხვილი ბრინჯი. მეკარემად შეიძლება არ მიიღოს ის. მაგრამ ამ ბრინჯში მისი ცოლის სიყვარული იყო ჩადებული. ამიტომ ის ჩანთაში ჩადო. როგორც კი ირიჟრაჟა, ფეხში შველმა დახეოვნ ტანსაცმლით. წლების წინანდელი მეგობრობის მოგონებით გულში. სუდამა დვარაკასკენ გაეშურა. 22 დღე იმოგზაურა შიერმა და მწყურვალემ, ცხელ ქვიშაზე, ცხუნვარემზეში. ეკლები ფეხებში ესობოდა და სისხლის დიოდა. ეკო ყურებში ჩაესმოდა. მე ვიპოვი კრიშნას. მე ვიპოვი კრიშნას. 22 დღის შემდეგ სუდამა დვარაკას ჭიშკართან იდგა. მას მხოლოდ სმენოდა ქალაქის შესახებ, რასაც მისი თვალებით ეხლა უყურებდა. ოქროს სასახლეები, ძვირფასი ქვებით მოჭედილი გალავნები, აბრეშუმის ქსოვილებში გამოწყობილი ხალხი და შორს კრიშნას ოქროს სასახლე. სუდამას ფეხები შეჩერდა. გონებაში ქარიშხალმა ჩაუფროლა. ვინ მიცნობს მე აქ? ვინ ვარ რომ განვაცხადო მეფის მეგობარი ვარო? ფეხებმა ის ზღვის სანაპიროსკენ წაიყვანა. ღამე ბნელი იყო, ტალღები დიდი. გონებაში კი კითხვები უტრიალებდა. ასეთ მდგომარეობაში მიცნობს კრიშნა ამდენი წლის შემდეგ. მაგრამ იყო ერთი რამ, სიყვარული, რომელიც გურუკულაში დაიბადა, არასოდეს მომკვდარა. სუდამას გულში კრიშნა ისეთივე იყო. მისთვის ის ისეთივე ცელქი ბიჭი იყო, რომელიც ლობიოს იპარავდა ტყიდან, როცა მოშივდებოდა. რომელსაც შუაღამეს მიჰქონდა წყალი სუდამასთვის. სუდამა მთელი ღამე სანაპიროზე გაატარა და დილას გადაწყვეტილება მიიღო. ერთჯერ ვცდი, მხოლოდ ერთჯერ. სასახლის გარეთ დიდი რიგი იყო. დიდარი ვაჭრები, შორიდან ჩამოსული ელჩები, შეიარაღებული გენერლები და ბოლოს ბრაჰმანი დაგლეჯილი ტანსაცმლით. საათები გავიდა და თითქმის შუადღე იყო, როცა სუდამას რიგი მოვიდა. მეკარე მას ახეთ დახედა და ჰკითხა, ვისთან შეხვედრა გნებავთ? სუდამამ უპასუხა, კრიშნა, შრი კრიშნა, ის ჩემი მეგობარია. მეკარემ ხმამაღლა გადაიხარხარა. სუდამას თვალები ცრემლებით აევზო, მაგრამ მაინც იღიმოდა. კარგი, უთხრა მან, გადაცემ შეტყობინებას. როცა კრიშნა მის სასახლეში ტახტზე იჯდა, მეკარე შემოვიდა და უთხრა, თქვენო უდიდებულესობაო, აქ არის კაცი, მას ჭუჭყიანი ტანსაცმელი აწვია. ის ფეხში შველია, ამბობს რომ სუდამა ჰქვია და თქვენი მეგობარია. კრიშნას თვალები გაუბრწყინდა. მის სახეზე ისეთი გამომეტყველება შეამჩნიეს, რომელიც არასოდეს ენახათ. ის ფეხზე წამოდგა. ფეხში შველი გვირგვინის გარეშე სუდამასკენ გაემართა. ის მირბოდა. მთელი სასახლე გაოცდა. კრიშნა მათ ბევრ ფორმაში ენახათ. როგორც მებრძოლი, როგორც თანამდებობის პირი, როგორც მეფე. მაგრამ ვინმესთან შესახვედრად ის არასოდეს გაქცეულა ასე, როგორც ეხლა სუდამასთან.
Sudama! कृष्ण ने सुदामा का हाथ მან थामा სუდამას और ხელი अपने მოჰკიდა निजी და कक्ष में თავის ले ოთახში წაიყვანა. गए। रुक्मिणी जी वहां थी। იქ उन्हें पहले რუკმინიც से იყო. पता था इस दोस्ती के बारे में। მან უკვე იცოდა მათი वो तुरंत მეგობრობის स्वागत की შესახებ तैयारी में लग गई। და სტუმრის მისაღებად एक सेवक მომზადებული थाली იყო. और जल लेकर आया। მოსამსახურემ सुदामा के სუდამას पैर ფეხების დასაბანი თებში कृष्ण და ने წყალი हाथ उठाकर მოიტანა. सेवक को रोक दिया। კრიშნამ ხელი और खुद ასწია, जमीन पर რათა बैठ गए। მოსამსახურე შეეჩერებინა. შემდეგ द्वारकाधीश იატაკზე कृष्ण დაჯდა. ने अपने दोस्त के पैर अपने हाथों से धोए। თვარაკელმა კრიშნამ თავისი उनकी ხელებით आंखें დაბანა भराईं जब მეგობარს उन्होंने देखा। ფეხები. कांटों से भरे მას თვალები घावों से ცრემლებით भरे აევსო, पैर, როდესაც जो მეგობრის 22 दिन तक नंगे დაკაწრული चले და थे, ეკლიანი सिर्फ ფეხები उनसे ნახა. मिलने के लिए। მან ხომ 22 დღე ფეხში შველი იარა. მე აქ მხოლოდ მასთან შესახვედრად არ ვარ, ფიქრობდა სუდამა. საჭმელი ერთად მიირთვეს და გურუკულა खाना გაიხსენეს. गुरुकुल ხან की बातें იცინოდნენ, हुई, ხან კი हंसी ტიროდნენ. आई, आंसू आए। კრიშნამ दोनों რამდენჯერმე ჰკითხა, მეგობარო, კრიშნე კაიბარ სახში პუჩა. ყველაფერი კარგად გაქვს? मित्र, घर में सब რაიმე ठीक है? უსიამოვნება ხომ არა कोई გაქვს कष्ट तो नहीं? სახლში? სუდამა सुदामा हर დუმდა बार და मुस्कुरा कर ყოველ टाल ჯერზე თავს არიდებდა वो आए थे შეთავაზებას. मांगने, पर ის मांग नहीं მართლაც सके, დახმარების სათხოვნელად क्योंकि იყო दोस्ती მოსული, में स्वार्थ का მაგრამ भाव დუმდა, लाना उन्हें मंजूर न था। რადგან თვლიდა, რომ ეს უკვე უპირობო कृष्ण की მეგობრობა नजर აღარ पड़ी იქნებოდა. थैले में रखी उस छोटी सी लाल შემდეგ पोटली पर। კრიშნამ მის ჩანთაში हंसते हुए პატარა बोले, წითელ नाჭერში अरे გახვეული मित्र, რაღაც შენიშნა. भाभी ने मेरे लिए क्या भेजा है? दो तो। შემდეგ სიცილით უთხრა, ჩემო सुदामा მეგობარო, सक पकाए। რძალმა რა გამოგატანა पोटली ჩემთან? სუდამა कृष्ण შეეცა कहाँ და मानने დაემალა რაც ჰქონდა მიტანილი, उन्होंने पोटली მაგრამ छीन ली კრიშნამ ხელი खोली ჩაავლო და और वो გახსნა ის. टूटे कच्चे चावल देखकर კრიშნამ ნახა कृष्ण की დაცეხვილი आंखें მოუმზადებელი ბრინჯი. उन्होंने एक მუჭი मुट्ठी დაიღო उठाई, და ჭამა დაიწყო. दूसरी मुट्ठी उठाई, खाई। როცა ორი ლუკმა შეჭამა, რუკმინი მის შეაჩერა და तीसरी უთხრა, मुट्ठी उठाने लगे। გეთაყვა, ცოტა მეც रुक्मिणी जी आगे დამიტოვე. बढ़ी। धीरे से कृष्ण का हाथ थाम लिया, बोली, კრიშნამ გაიცინა და ნაჭერში कुछ გახვეული हमारे ბრინჯი लिए भी छोड़िए। რუკმინის გადასცა. कृष्ण हंसे, पोटली रुक्मिणी को दे दी მან მშვიდად और रुक्मिणी ამოისუნთქა. ने ऐसी राहत თითქოს की सांस სამი ली სამყაროს जैसे გაცემა तीनों აირიდა लोगों को თავიდან. किसी और को देने से बचा लिया हो। ეს ის ბრინჯი იყო, რომელიც ये थे სუდამას वो टूटे ცოლმა चावल, მეზობლისგან जो ისესხა. एक पत्नी ने पड़ोस से मांग कर მას लाई არც थी, არომატი ჰქონდა და जिनमें არც कोई सुगंध სითქვა. नहीं थी, कोई მაგრამ मिठास नहीं थी, მასში იყო पर წმინდა उनमें था एक სიყვარული निष्काम प्रेम და სულ ეს იყო, और რაც भगवान ღმერთს को बस სჭირდებოდა. यही चाहिए था। 15 दिन 15 बीत დღე गए, გავიდა. კრიშნა კრიშნა ყოველ როზ დღე როყდე. აჩერებდა მას. सुदामा रुकते रहे, სუდამაც पर एक दिन რჩებოდა, जाना ही था। მაგრამ ერთ विदाई დღეს के वक्त წასვლის დრო न დადგა. कृष्ण ने कुछ दिया, न सुदामा ने წასვლისას कुछ არც मांगा। კრიშნას მიუცია सुदामा სუდამასთვის რამე वैसे ही და जैसे არც სუდამას უთხოვია. फटी धोती, नंगे पैर, სუდამა वही थैला, ზუსტად ისეთი წავიდა, पर როგორიც भीतर से კრიშნასთან वो მისვლისას भरे იყო. कृष्ण के प्रेम से, დაგლეჯილი ტანსაცმლით, यादों से, ფეხში შველი उस და आलिंगन से। იმავე ჩანთით. रास्ते में सोचते जा მაგრამ रहे थे, გული სავსე ქონდა मांगा კრიშნას कुछ नहीं, სიყვარულით, पर मिला მოგონებებით. सब कुछ। ახსენდებოდა თუ როგორ कान्हा की გადაეხვია ის. यही तो धन था ის मेरा। მთელი გზა ფიქრობდა, რომ और जब არაფერი सुदामा अपने गांव უთხოვია की गली में და पहुंचे, მიიღო वो ყველაფერი. रुक गए। კრიშნას ღიმილი, वहाँ რაც झोपड़ी नहीं थी, მთელი სიმდიდრე იყო एक მისთვის. भव्य भवन था, सुंदर და როცა बगीचा, სუდამა მისი खिलखिलाते სოფლის बच्चे, ქუჩას მიუახლოვდა, अच्छे वस्त्र, ის შეჩერდა. सुशीला दौड़ती हुई იქ მისი ქოხი კი არა, आँखें भरी უზარმაზარი სასახლე იდგა. स्वामी შვენიერ द्वारका ტანსაცმელში से लोग आए थे। გამოწყობილი მისი შვილები 15 ბედნიერად दिन में सब बना იცინოდნენ. दिया। სუშილამ თვალწრემლიანი მიირბინა აბა, მასთან და მაგა. ჰკითხა. თვარაკადან სუდამა მოსულები კი იყვნენ და სასახლე 15 დღეში मुस्कान ააშენეს. आ गई। ბატონო, ასეთი कुछ რამე नहीं როდის ითხოვე? बस आसमान სუდამამ की तरफ არაფერი უპასუხა. और मन ही मन გაეღიმა და ცასახედა. कान्हा მე არაფერი მithხოვია, बिना मांगे მან კი सब दे ყველაფერი दिया। თხოვნის გარეშე მომცა.